ტელემაუწყებლობის უახლესი გამოწვევების საქართველოში. Როგორ შეხვდება ქართული მედია 2016 წლის არჩევნებს? Ამ თემაზე დღეს თბილისში გვალ მაგიდაზე იმსჯელეს. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია იმედის საზოგადოებრივი პოლიტიკური გადაცემების დახურვას და იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველს კითხა თუ რატომ დაიხურა მაუწყებლზე მისი გადაცემა. ბაზა ჯანიკაშვილის განცხადებით გადაწყვეტილება მას მის ოჯახურ მდგომარეობას და ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება. ეკა მიშველაძის მოგვიანებით გაკეთებული განცხადების მიხედვით მისი გადაცემის დახურვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის ჯერ მიღებული არ არის. პოლიტიკური პარტიის წევრის მეუღლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ток-შოუს წამყვანი. ეგეთი რამე არსად არ წერია, ვერაფერს ვერ გადმომიგზავნი მსგავს და სხვა დანარჩენი შენი თანამშრომლებისგან და ჩვენი თანამშრომლებისგან განსხვავებით მე ცოტა მეტი მაქვს საკითხული მაგ ყველაფერზე. თანამშრომლები არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლანდაცვების საქმიანობა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც პოლიტიკური გადაცემის წამყვანს მიყავს პოლიტიკური გადაცემა, შეიძლება სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს გაუჩნდეთ ლეგიტიმური კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ესა თუ ის წამყვანი დასმულ სტუმართან მოწვეულ სტუმართან დაკავშირებით. თქვენ ეს წერილი გაუგზავნეთ ეკას, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო გათავისუფლებული? საწერია, რომ ინტერესთა კონფლიქტია, როგორ ჩათვალეთ, რომ საერთოდ ესეც საკითხებს ძალიან ფრთხილად და დელიკატურად უნდა მოვეკიდოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც ჟურნალისტის ასე ვთქვათ მიუკერძოებაში შეგაქეჭვ. მე უფრო მეტად დავფიქრდებოდი, ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მივიღებდი ამ შემთხვევაში ეკას მისამართით, იმიტომ რომ ამანაც შეიძლება გამოიწვიოს კიდევ რაღაც დამატებითი პრობლემები. პირადად მე ნახავ იმ დოკუმენტებს, რის საფუძველზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა განაცხადა, რომ აპირებენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი აქტების გაანალიზების შემდეგ იქნება შესაძლებელი უკვე ზუსტი პოზიციის დაფიქსირება ამ საკითხთან დაკავშირებით.